მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ეპიზოდი, ცოტა აჟიტირებული ვარ, იქნა გამომდინარე რომ ცოტა ხანში დაგანახებთ ძალიან საინტერესო კადრს და ძალიან საინტერესო მიზეს სტუმარს, ხო და ერთი სიტყვით დღეს გვაქვს მორიგი ეპიზოდი. ხო და ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის უმშვენიერესი, ულამაზესი, უდივესი, რა ვიცი, ღვთაებრივი ალექსანდრა პაიჭაძე. დახვეწილი. მაგარინაშა. თქვენს მაგარინაშურ ვიდებზე ხართ, მინდა გითხრათ. მადლობა, შენც ჩავუწეთ. თორე წინაზე სანდრო ყავდა, აი მან დაპატარა. ეს პლეისმენტია თუ დები და ბრავო. შემოგვეპარა. ეს გააჩმევინა. შეიძლება და ყოფილიყო, მაგრამ არ არის. პლეისმენტი ასევე არ არის ეს შამპანიური, რომელიც გახსნათ შენ გინდა, იმიტომ რომ იცი? შემიძლია კი. აბა, თქვი მქონდა ტრადიცია თუ ორი გადაცემა, არა, ორი მე გავხსნიდი, მაგრამ ალექსანდრამ თქვა რომ მე გავხსნიო და ის ერთი გადაცემა თქვი ალექსანდრა, სადაც ასეთ ძვირფას შამპანურს დაგალევინებდნენ. პროფილში დაგალევინე ეს? არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მერაია კერი ითხოვს ხოლმე რომ მოვალ შამპანური დამახვედრეთ და ვარდისფერი. რა გინდა ხო დაგახვედრეთ, არა შეგვირდით და სიტყვით. კედლები ტუალეტის ოთახშია. მართლა ძალიან უცნაური მოთხოვნილებები აქვს ვარსკვლავებს და მეც რაღაც გადავწყვეტე რომ რამე ისეთი მოთხოვნილება ქონია შენ რაღაცა სხვისთვის უცნაური? სხვისთვის უცნაური? ან რა გითხოვია ყველაზე უცნაური? ახლა კაცობა მივარდება და ბლა ეს რო ხსნას. არა, რატო გივარდება? ჩემთვის თავარია მე არ ამივარდეს კაცობა. აჰა, როზე გამოვარდი მოსამსახური. არა, აქ ძალაზე არ არის, მგონი ტექნიკაზე ანახე? კი. ვიდო, გადმოსხმოდა. ხა შენ დაას. შოუ იქნებოდა. ამ ფუნქციას არ წაგარჩუნა. იშანდონ მაიო. ხო, რა, ძალაზე არ არის, აქ გონიათ რომ მაგრამ უნდა მოუჭირან, არა და ისე. სხვა შორის მორგენშტერნის ეგ სიმღერა ხო იცით? არ ვიცი, ვერ ყვევი. მორგენშტერნი იცი? მორგენშტერნს ხედავ ახლა რომ ტირის ხოლმე და რაღაც დეპრესიაში. ხო, და ახლა სახიდან მოიშალა ტატუები. ესე იგი ტრანსფორმაციებშია. ცოტა. მე რატო დამის მადლობა ცოტა? მიშა. გეიბოი. მართლა გეი მაინც ვიყო, რაღაცა ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ ხოდა გიხდებათ ეს პირველად მინატრე, მე მგონი გეით ყოფნა. რატო? რაღაც უცნაური ლოგიკა. მოდი გავშალოთ. მეც დამაყენე. აბა, არა, რაღაცა არ ვართ მიჩვეულები. რას? ანუ ესეც სტუმრებს რა. სვიბებს? ო, всё, აი ყველა წინა გოგო გაანადგური, ანუ ვინც ყავდა. ვიგავარებ. ულამაზესი გოგოები ყავდნენ აქამდეც. ირაკლი ხეპრეა პროსტა. ირაკლი უწაქტოა. ო, რა შეგოგოება. ეს არის 400 ლარიანი შამპანური. რა არის? ეს არის 400 ლარიანი შამპანური. გაგიმარჯოთ, აბა გამომწერებო 400 ლარიანი შამპანური. ჩვენ მერკანტილურები ვარ. მე გადავალ ჩემ. აი ძალიან მიხდებოდი, ხო? ეხა ბაგრატიონს ვსვავ თუ. არა, მან მე ზოგადად ალკოჰოლთან ძალიან ისე დამოკიდებული ვერ ვერკვევი და ეხა რომ შეადარო 390 მაქსიმუმ. 400-ში არ გადავიხდი. აი 390-ად ერთი 10 ბოთლს დავიწყე. კი, აქციის იდეღეგე რაღაცა და 390. ანუ ჩემი აზრით თლიანი პონტი ის არის, უბრალოდ ბრენდი არის, თორე ხო, ნუ ბრენდია თავის ემოციით, თავის ისტორიით და ტიპით რა. ეხა ხო ნახეთ, ბირკინის შანთები თურმე იკერება $1300 და აღმოჩნდა რომ მარტო იმაში იხდი ფულს, რომ უბრალოდ ბირკინის ლოგო გქონდეს შანთაზე. და ბირკინი სხვა შორის ძალიან დიდი ხანია არსებობს და ეხა გახდა პოპულარული. არა, ეხლა არ გახდა მიშა პოპულარული. ეხლა შენ მიაქცია ყურადღება ალბათ. ეხა მიაქცია მთელმა მსოფლიომ და მაგას მივაქცია მეც. ანუ, როდესაც კაცი გაიგებს რაღაცა ბრენდის არსებობას, ქალის ჩანთის ბრენდის არსებობას, ნუ მაშინ ხდება პოპულარული რა. კამაც რატო იცით ხა ალექსანდრას რაღაცა ბრენდებზე მე ვერ ხვდები. კაი ხო რავი ჯენტლმენად დავრჩები. მართალი ხარ ალექსანდრა ყველა. მართლა მართალი ვარ. მომავალში რა სიტყვი მას მართალი ხარ. შენი ყურადღება მიიქცია, იმიტომ რომ ალგორითმი უფრო ხშირად გიგდებს ამ ბრენდს და ამ ბრენდთან დაკავშირებულ სიახლეებს და სხვათა შორის შეგვიძლია მიაქციო ყურადღება და ინვესტიციაც გააკეთო და თუ გყავს ცოლი მეუღლე ან შეყვარებული? ეხა აღარა. ერთი ბიჭია, მომავალი მეუღლისთვის აგროვებს
ბირკინებს და აქვს კოლექცია, არ ვიცი, ალბათ ასობით ბირკინი და ნუ ჯერ შეყვარებულიც არ ყავს და ჯერ წონაში უნდა დაიკლოს. ჭკვიანია, იმიტომ რომ ლამის ოქროს ფასი დაედო. მართლა გეუბნები. ჭკვიანი, იმიტომ რომ ლამის ოქროს ფასი დაედო ბირკინებს და რაც ღირდა მაგალითად აი 10 წლის წინ 5,000 евро, ეხლა ღირს 12,000 евро. ამიტომ ჭკვიანურ ინვესტიციებს გაუმარჯოს მეგობრებო. მოდი ჭკვიან კაცებს გაგვიმარჯოს. აბა რა. ერთხელ ღმერთო. უკვე წელი მტკივა, მგონი მე უნდა ვათრიო ეს გადაცემა. რატო? არა, ბირკინებს და რამეებს. დაუზი პროვოკაციული შეკითხვა. არა, ხო, ხურდები დამაცადე. მინდა რომ ჯელტმენულად პროვოკაციული ვიყო, ჰა? მე ვაფშე არ ვსვავ და შეიძლება. კი, მეც ერთ ჭიქაში ვთვრები. ეს 15 წელია ვარჯიშობს და შავლო ნათელაშვილი ყავდა აქ რა და იმან გააძრო რომ ერთნაირ ტანებზე ხარ ვარ და მე არასდროს მივარჯიშე ეს 15 წელია ყოველ დღე ვარჯიშობს არ სვამს ჯანსაღად ჭამს და რაღაცა პროგრამა უნდა შეცვალო ესე. არ გამოდის სწორი კვება, როდესაც ურთიერთობაში ხარ. რატო? და ეხლა კაცები გაგინებენ რომ ირაკლი გიდი ალექსანდრა ალაპარაკა. არა, მე ნახე როგორი ვაიბი მაქვს ხედა მოუნდა რომ გულწრფელად მესაუბროს. ანუ მართლა ეგეთი ვაიბი მაქვს, ანუ გულის გადაშლა. ხო. ამ სკამებში მე რაღაცა ისეთი წყნარი ვაიბი შილ ხარ მაქვს. ხო და მომწონს გიხარ. მაგიტომ მინდა ის მაგიდა რა, ეხლა ის მაგიდა რომ გვედგეს რაღაცა პენსიების რეფორმაზე და რამეზე ვისაუბრებდი უკვე 5 წუთია დავიწყეთ გადაცემა. ხომ არა, თვითონ ალექსანდრა მოიხოვა რაღაც ისეთი ფორმატი რომ რაღაც გამოუჩნდება. ხო, ეგრე წინასწომრები ძიტყოდნენ, მაგრამ როცა მაგიდაზე მანდ მე ვარ სტუმარი. მაგიდაზე ვზივარ მაგიდაზე. ხედავ როგორ გაფასებთ? ძალიან დიდი მადლობა. აა მართლა გაფასებ. მოიცა იქნებ ცოტა რამე მაგიდაზნაირად დავჯდე აბა. იცი რა, ეს მიიძგი ესე აქ შუაში? ხო, და ეს მოგიძე. თუ დარტყმა გინდა ესე და ხო, ანუ მაგას ორგანიზმი ითხოვს. არა, შენ ხომ უნდა დადგა ჭიქა. არა უშავს ხელში მეჭირება. ყველაფერი კარგადაა. მოუჩოჩე ირაკლი. აა, სხვა შორის ალექსანდრ პირველი სტუმარია, რომელმაც აქვე დააპარკინგა. უხსნი რომ მეთქი საერთოდ შორს გააჩერებ, მაგრამ მოგაკითხავ არა უშავს რაღაც წამოგიყვანა. 100 მეტრს წამოგიყვანა. გამოივლი, მაგრამ ნუ გეშინია მეც მოვალ და ერთად პირველად ერთად გამოვიდა. სტუმარი ფერარი აი, აქ არა ვარ ფერარი ფერარი, და ეს პორშეთი ვარ ხო. ვიცოდი რომ ცოტა გამიჭირდა. ფერარი დააბრუნე. არა. არა, იტენება. პორშე დავტენე, გამოვა ერთი წამოვიყვანე. ფერარი ელექტრო? კი, ელექტროა. ელექტროა? კი, ნახევრად რა ეხმარება ელექტრო. და ეხა კაცები და ზოგჯერ გიჟდებიან კომენტარებში. უხმოდრო. ფერარი ელექტროა რაცემოს გვატყობს. კი, არსებობს, დავპოსტე კიდევაც ის შეერთებული რომ აქ დენცკვიტაში. კიდერში ამოგივიდა? ბენზინის ჯაზას ყველაში ჩააგდო ის. ხო, ისე კი არის თოჯინასავით, კინდერის სათამაშოს გავს. მოკლედ ჩვენ ისე აქ ვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას. ასე რომ მეგობრებო, თუ გნებავთ პოდკასტის, ვლოგის, ვიდეო გაკვეთილების გადაღება, მობრძანეთ პოდკასტ კორნერში, ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი. და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. წავიდეთ. მისმიდე, ნუ ბევრი ვისაუბრეთ, სანამ მოხვიდოდი, ნუ გავარკვიე რომ საქართველოში არ ხარ. ეს რაღაცა პერიოდია. ხო, წავედი. წახვედი. ერთ გვაინტერესებს, სად ხარ და რაც შვიდი. იტალიაში ვარ, მილანში ვარ, სწავლობ იტალიურს. მოხუცული? არა, სხვათა შორის მარტო ვარ სრულიად. როგორი ეს დამეწყო, იცი, ეპოქა, აი ეგოიზმის სრული გამოვლინება. აი solitude, რასაც ქვია. მარტო ვარ სწავლობ იტალიურს, ვარჯიშობ, სეირნობ, ვერთობი. და რაღაცებს გეგმავ ხომ ყველაფერს ვერ ვიტყვი. აი ვერთობი რო არ დაემატები აი აი რას უშვები ცხოვრებას. მილანში. აი რას აკეთებ, მაგრამ ვერთობი რო ჩაამატე, ცოტა ხო მივხვდი რომ სწორ ადგილზე ვარ. ანუ რაღაც ფაზა გაქვს ეხა ცხოვრების რო იქ გინდა რომ გაატარო თუ მე დაბრუნდები რა თქმა უნდა. არა, დაუბრუნდები, სულ მივდივარ და მოვდივარ, ანუ ისე მართლა ისე არ მივდივარ. მე შენზე რა გავარკვიე, იცი? ძალიან საინტერესო ინფორმაცია. კოვიდის დროს ყველაფერი რო დაიკეტა. ხო. ვაფშე ყველაფერი არც და არავის. დადიოდა გარეთ. ეს დადიოდა, ანუ ბარსელონაში წავიდა და დადიოდა ბარსელონას ცარიელ ქუჩებში. ანუ ეგ ერთ-ერთი ჭორე. ვენ კრიშავს. დეზინფორმაცია. ყვითელი პრესა. მართლა რა სისულელე არ გოშულა რა. სად იყავი კოვიდზე? არა, ერთხელ ვიყავი, მაგრამ ცარიელი ქუჩები არ ყოფილა. მეორე დაუსხი. ხო და მე ხო ბიჭო ის მკრიშავდა რა. დავდიოდი სადაც მინდოდა. და
მართლა? ასაც წაიკითხა, ყველაფერი წამიკითხავს მაგის გარდა. ის გავიგე რომ ბერლინშიც იყავი მე. ბერლინში ცხოვრებაში არ ყოფილ ვარ. კომენტარებს კითხულობ ზოგადად. კი, კითხულობ ხოლმე. და იმან რომ დაგიწერა ვიღაცა გიომ რომ უმშვენიერესი და ულამაზესი ხარო და მომწერეო შენი ნომერიო რატო არ მიწერე? იცის. ტყუილად იქცევს ყურადღებას. ანუ იცის ჩემი ნომერი. ვინ YouTube-ის კომენტარში დაგიწერა ვიღაცა. ხოდა აზე არ ვარ, აი რატო უნდა მივწერო, აი მითხარი. ისე მე მაქვს ალექსანდრას ნომერი და შემიძლია გავყიდო, რა ვიცი. მომწერეთ. რომელი ნომერი გაქვს, რამდენიმე მაქვს? WhatsApp-ში რითაც გეკონტაქტები. ჯაჭირა თვალები ეგრევე. ბიზნეს მომწერეთ. WhatsApp-ში მე ვეკონტაქტები, თორე ამის სტუმრები, აი ნახეთ წინა გადაცემაში. კიდე მიდაბაბრალ, დედასფიცავ არ ამის მოწეული იყო. რა მოხდა მითხარით? არაფერი, просто ანუ ესეც სტუმარი ყავდა რა, კაცებისთვის შეუფერებელია. ჰომოფობიური ის ქონდა რა, ვაიბი გადაცემას. არა და საერთოდ არ ვარ ჰომოფობები და რატო არა, ხო, კაცო, მშვენივრად ვიღადავთ. ხო, მეც არანაირი ანუ ბიჭი იყო, რომელსაც არანაირი ის პროფესია და რამე არ გააჩნდა, უბრალოდ კაი ტიპი არის. ხო, ძალიან კაი ტიპია. უბრალოდ არა ისე გამოიყურება. არა. ნუ ბიზნესებს არ მოეწონება რა, რომ ხო, ბიზნეს არ მოეწონება. ანუ განსხვავებული. ბაგაზე გამახსენდა. სულ ამათ სურათებს მე მოვეწონე ბიზნესში. მოდი, აბა გავტესტოთ. გავტესტოთ, უცებ ხა დაურეკავ ილოს, პირდაპირ ურეკავ. და რა სიტყვის მაინტერესებს. ილო. რამდენი წლის არის? ილო არის ნუ ზრდასრული კაცია. 52 წლის. არ პასუხობს. პასუხობს რა კაბაკი. ილოს კიდე ვარ. როგორ ახარ? ნიჩო, გაგა, შენ უყარ. უყურე, ახალი სტუმარი გვყავს გადაცემაში. ხო და მინდა რომ შეაფასო, მოიცა შემოვატრიალებ კამერას. საჭაბა მოგძანდით გეოდები. კახეთში მივდივართ რა. ამის მერე დავუსრულდა კახეთში. ნახე რა ბედნიერი. კაილო წავედი მე ჩაგიყრი ალექსანდრას სურათებს. კარგად ზენდებოდი. მოეწონე? რამე დააპაუზა. ხურუში არის უნდა ეთქვა და ოპ. არა მე მაინც ახსენა ეგ სიტყვა. რამე ჩაულებრივ სამსახურში გიმუშავია, ანუ ეს რაც მიღებულია ხო, აი ჩემი პროფესია არის მარკეტოლოგი და პიარი, მაგრამ ანუ აი 9-5-დან 5-მდე სად მუშაობდა და რამდენ ეხლა რა თქმა უნდა არ ვეთყვი, იმიტომ რომ არა, უყურე, ეგეც გავარკვიე. დუბაიში მუშაობდა $1100 მიმღებში. 3 თვე, ხო. ხო, მიმღებში იყო და მან 3 თვე და ხალხს გონია რომ იქ ცხოვრობდი მთელი ცხოვრება და სხვა რაღაცა უნდა ეთქვა ეხლა. გადამაყოლეს დუბაი. სხვა რაღაცა უნდა ეთქვა და შეცვალა, ვიციაც მე გეთქვა. ძალიან ცუდი ჭორები იყო, მაგრამ მე ძალიან ანუ $1100 მუშაობდა გოგო, პახაობდა იქ. კი. ვიღაცებს კიდე გონიათ რომ იქ რახან დუბაიში არის რაღაცა კი და სხვათა შორის ძალიან შენებლობაზე მუშაობს. ძალიან ბევრი კაი გოგო არის ეგრე რომ მაგარ ოფისებში და მაგარ კომპანიებში მუშაობენ. კი, ძირითადად უკრაინელები. ქართველებს გულისხმობ. ხო რა, ქართულ რესტორანში ვიყავი, ძალიან კაი იყო თავიდან. კარგი წრე იყო. კარგი ხალხი, მე რაღაცები აირდაირია, ვერ გაკაჩა ისე ძალიან როგორც გვეგონა რომ გაკაჩავდა და წამოვედით დავიშალეთ. მე წამოვედი პირველი, იმიტომ რომ თან ბავშვი მენატრებოდა, მაგრად მინდა და თან ნერვები მომეშალა რატო ჭორაობთ ესეთ რაღაცებს. ეხლა ძალიან მკიდია რაც უნდა ის თქვენ, მაგრამ მაშინ გამიტყლა რა, ნუ არ ვიყავი ხა ეგეთ სიტუაციაში და რატო უნდა ეჭირო. ანუ რა მაინტერესებს? წამოვედი რა. გაიგეს იქიდან რომ პოსტავდი რომ დუბაიში იყავი. თუ კი, სულ ლაივში ვიყავი, სხვათა შორის მაშინ ისე აქტიური ვიყავი სოციალურ ქსელში და Facebook-ში ვაკეთებდი ლაივებს, ცოტა შოქში ვარ. და გირევდი ხარს რა? არა, ვაგინებდი. ვინ არის ეს კორტი? აი ესე ჩავთავდით, ქართულ ცეკვას ჩავთავდით რესტორანში, იქ იყო ძალიან მაგარი ის რომ რესტორანში ალიონკასთან ვარ გამოდი ამაში. მიმტანები თან ცეკრავდნენ და იქ იყო ძალიან მაგარი. ვიშეძი ბავშვი. დუბაიში ვარ მუჰამედის 61 ნომერში გამოდი აბა ეხა.
არა, ძალიან ლამაზი ლაივები მქონდა, იქიდან ჩვენ რესტორნიდან და ვაპირებთ. ანუ მიმტანი იყავი, ხო? სხვა რამას? არა, რეცეპშენი და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ვმუშაობდი, ოღონდ სოციალურ ქსელში რა, როგორც ხდება ხოლმე რა, პიარი. ესეთი ფეიქ სამსახურები როდის შემოვიდა? ანუ ადრე იყო რა ვიცი, მშენებელი ყოფილხარ, მატარებლის რელსები დაგიგია. არა, სესულელი არა. ან ყველაფერი ფეიქისა, რომ არა, ეგეც ეწერა ჩემზე სადმე? რელსებს არ აგებსო, მე არ წამიკითხე. არა, просто მე იმას ვიძახი, რომ ეხლა როგორ თანამედროვე პროფესიებია რა, რომ თანამედროვე ხო ციფრულში გადავიდა ხო? შემიძლია სახლიდანაც არ გავიდე, ისე გავაკეთო ფული. მოვა 5 unboxing-ისთვის და სახშივე წამოწოლილი გავხსნი ჯამირიწყალი 3000 ლარს 4000 ლარს და ეგარი რა. ფორმაში კი, კარგია. აი რა მაინტერესებს იქ რომ მუშაობდი დუბაიში, რეცეპშენში რომ თუ შემოსულან მაგალითად ან შეიხებიან რაღაცა დაახლოებული პირები შეიხებთან. აუ არაბებიც დადიოდნენ, მაგრამ იყო ძირითადად ისეთი უბანი, სადაც უფრო საქმიანი ადამიანები და ერთი დღით გაჩერებულები იმ სასტუმროში გსტუმრობდნენ ხოლმე რა. აი რაღაც კარგ სასტუმროში რო გაჩერდები და რო იცი რომ ზემოთ მაგარი რესტორანია, აი ეგეთ პონჩი რა და ხო ისედაც ყავდა ერთგული, მაგრამ იქ ისეთი ხარისხის მომსახურებაა ხალხო, ჩვენი აი ქართული მომსახურება საერთოდ ვერ გაჩავდა რა და მაგიტომაც ახლა ერთხელ რომ მოვიდო და მეორჯერ აღარ მოვიდო და ძალიან გულწრფელად რო გითხრათ რა. მიხდი, ანუ დუბაიში მართლა ლამის აი ხელი და ფეხები გაგილოკონ, ოღონდ კარგად იგრძნო თავი რესტორანში და რაღაცა კერძის ანუ სალტოებს აკეთებენ და ისე მოაქვთ და ცეცხლს იკიდებენ და თავს იწვავენ, რომ ეფექტი მოახდინონ. იმდენი რესტორანია. მოც ანუ ლოგიკა ვერ გავიგე. ანუ ზედმეტად კარგი მომსახურებაა. არა, არ ქონდა კარგი მომსახურება. და ანუ მეორედ აღარ ბრუნდება ადამიანს. ხო, ანუ ცუდი მომსახურება იყო და ანუ საქართველოს საქართველოში კარგია. ცუდი და ზოგადად ნეგატიური სიტყვები არ მინდა რომ ვიხმარო. კი ბატონო, არა კარგი. ანუ საქართველოში უკეთესია, ხო? და იქ მუშაობენ იმაზე, რომ ერთ დღით შემოდის ვიღაც ტიპი, პროსტა ამიცეთ და ეგა, ხო? ანუ მართლა იცი რა კონკურენცია. დუბაიში ყოფილხართ? ანუ რესტორნებში ახლა ხო ისეთი კონკურენცია, რომ მართლა გული გაგისკდებათ რა. ანუ თითო სასტუმროს, ყველაზე კარგ სასტუმროს, მაგალითად 10 რესტორანი აქვს ლოკაციაზე და წარმოიდგინე ახლა რა ამბავია იქ. ნუ, კი. კი. მაგრამ ნუ სამი თუ საკმარისი იყო შენთვის? საკმარისი იყო, რომ მივხვდარიყავი, რომ ეს ჩემი ქალაქი არ იყო. ძალიან პლასმასის და ძალიან არასაინტერესო. არ მომწონდა ზუსტად ის საკითხი, რაზეც ჩემზე ჭორაობდნენ, რომ აი გოგოები გამოდიოდნენ მაგალითად საღამოს მარტო იმისთვის, რომ აი ამ დაკრული წამწამებით და გრძელი ფრჩხილებით ძალიან მოეწონებინათ ვიღაცა რენდომ ტიპისთვის თავი და ანის მერე რა ვიცი ბოლო-ბოლო გათხოვილიყვნენ ან რაღაცა იმ დღეს არაბი რო გონია რომ ვიღაცა მდიდარი არაბია და ამბობს ინდოელია პროსტა ის უკეთია და ტურისტია. ინდოელები ფინანსისტები არიან იქ და მენეჯმენტში ტოპ არიან ზოგადად რო იცოდე ისე. ანუ ისინი სამედიცინო ინდოეთში ყველაზე ბინძური მდინარეა, იცი? ვიცი მეზნის ყველა. ერთხელ დელიში ნამყოფი და რა შეგიყვარა დელი? ინდოელები ვოლტის და დელიში რა ჩამიყვანა და დამპატიჟეს ანუ როგორც ერთ-ერთი ინფლუენსერი სხვათა შორის დუბაიდან Tiger Manor. ანუ მე რომ მიყვარს ვებხვები ნუ საუკეთესო სასტუმროში ვიყავით და ანუ თავი დედოფალი მეკონა, მაგრამ გარეთ მართლა ბოდიში და განავლის სუნი იდგა მთელ ქუჩაზე და ანუ ძალიან ცუდი იყო რა. გარეთ ხო არ დაინახე სადაც შურებოდნენ? არ დავინახე სადაც შურებოდნენ, მაგრამ მივხვდი რაც ხდება გარეთ და ძალიან ბევრი რამე დაგაკოლა. გავისეირნე ერთი საღამო კული კინაღამ გამისდა მართლა, მაგრამ ყველაზე მეტად იმ დროს მარტო გაისეირნე მანდ? მარტო არა ჯგუფი რა ვინც ვიყავით და ყველაზე მეტად მიზიდავდა მან ანუ მაგ დროს აი მართლა ბუდიზმის ჩაკრები და ასე შემდეგ და ვიყიდე ძალიან ბევრი მინერალი. სადამ ტაროზე და ეზოთერიკაზე გადავიდო და მაშინ ყველა გოგოს აქვს ეგ პერიოდი, როცა გონიათ რომ რაღაცა იმერთი არიან გატაცებულები. ბოლოს როდის სპირიტუალიზმით. ტარო როდის გაშალებულს? სხვათა შორის ბარსელონაში ერთ-ერთი ძალიან მაგარი რესტორანია და იქ უზით ტაროლოგი 11 საათზე საღამოდან შეგიძლია ჩაეწყო. არა, ნუ ვიღაცა გერმანელი გოგოზის და ტაროს გიშლისოს. ოხტინ. მე რა გაგიშალ რა გითხრა? ბოლოს რა მითხრა? ძალიან კარგი ქენი რომ შეურიგდიო. მართლა მითხრა. ძალიან კარგი ქენია რომ წინა შეყვარებულ შეურიგდიო, კი არა და შეყვარებულ შეურიგდიო. ანუ და მაგის მერე წავედი მილანში. ანუ მართლა კარგი მოვლენები დაიწყე. წინა შეყვარებული ამ გახსენები და გოგო. წინა არა მოქმედი. ანუ იმ მომენტში დაშორებულები ვიყავით და რომ შევურიგდი, მე ამ ტაროლოგმა მითხრა რომ კარგი ქენი რომ შევურიგდი. მე შენ რა იცი? ნუ ტაროა ბოლო-ბოლო იცის, ყველაფერი იცის. და იმენა რა შეყვარებული. მაგ შენს გჟერა ხო? ტაროსი? ჯოსნია იმტოს გაუხსენი ძმაკაცებს. რა გაუხსენი? ანუ ყველაფერი აბსოლუტურად რეალობა ამოაგდო რა. კი. და რა არკანები ამოყარა?
მაგის გაბაზრება არ შეიძლება. არა შეიძლება უბრალოდ ანუ მართლა ძალიან ჭკვიანი არ ვიცი რა სფეროა ზოგადად ანუ არ ვეძიები იმიტომ რომ არის და არის იყოთ მადლობა ყველას იასნია გეივე გონე იმიტომ რომ 4 კაცი ვიყავი და მე ხელი არ დაადო ჩემ ტაროს წინაზე ვიყავი ამ ხელი არ დამადებინა ცოცხალი თავი მეთქი შიქხوارა გაგრა კარტია რა დაბალი ვიბრაციის ადამიანების მიზაჟეა და ჩვენ რაღაცა იქ ვსვამ და სამშობლოს განთლიანება და რაღაცა ჩემ ტაროს ხელი არ დაადო ხო და ეგ არ არის გეი, ეგ არის ძალიან შეგნებული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეწყინება ტაროს და შეიძლება მე ჩაიკეტოს და ინფორმაცია აღარ მოგცეს. ეგ ენერგია აქვს. კი, ხვალ მაგ პაიმანი გიგასთან კიდე. მაგ ტაროსთან გავა. და სლოტებზე რატო ვერ შლი მაგას, რას ამოვიგდეთ? სლოტებზე ეგრე არ გეუბნება ტარო. ყველაფერს ხوار გაჩვენებს. არა, ხო, მაგრამ ანუ განზრახვის ძალის გჯერა, ანუ ფიქრით რომ რაღაცებს იზიდო გჯერათ? კი, რა თქმა უნდა, აბა აქ რატო ზივარ ხა? ანუ ესეთი მანიფესტაციაა შენი? ამ წარმოიდგინე ეს ყველაფერი. აუ რატო არ არის ინტერნეტში ჩემი რა ვიცი ისეთი ფოტოები სადაც საზამთროს ჭრე გახდილი და რაღაცა ეგეთები იმიტომ რომ ვიცოდი რა ანუ ვინ წარმოიდგენდა არის ეს შენი მანიფესტაცია ანუ ხომოზით ხომ პოლიტიკოსებს ეგრე რომ აი მაგალითად ხდებიან რაღაცა პრეზიდენტი რაღაცა ეგეთები და ანუ მე რო გავხდე ხა პრეზიდენტი რეებს ამომიყრიან ხო ხდები და მე უყრიან ფოტოებს მე ვიქნები ეგ ტიპი ვინც ამოხდეს შენ ამოყრი გახდილი საზამთროს ჭრიან და რაღაცა ეგეთები და მე ეგეთი ფოტოები არ თვალები ყიოდა ხო არ გადავა იგივე ვიყავი ბოლოს მართლა? ანუ გუგლში ჩავწერე ალექსანდრე პაიჭაძე ჭორები მე. რა ჩაწერე? ალექსანდრე. და ვიღაცა კაცზე კითხულობდა თელი დღე. ანუ ეგ მე არა ვარ. და ეხა გაუკვირდა რომ ეს ვინ არისო ეს გოგო? არა და ალექსანდრეზე მოვიძიე. ანუ ძალიან ფენომენალურად მიმაჩნია რომ ალექსანდრეთი მომართავენ ხოლმე ხანდახან ადამიანს. ალექსანდრა რაღაცა ლაბუზ არ გამოვიდა. შენ შემოიტანე ზოგადად მოდაში. არა, იმიტომ რომ ეხა ბევრ ბავშვს არქმევენ ალექსანდრას. კი. აუ, ძალიან ბევრს მოუწერია რომ კი, ანუ გიждები შენზე და შენი სახელი მიყვარს და შემჩვილს შენი სახელი. მართლა? კი, ძალიან ბევრს. ძალიან ბევრს. და ანუ მომავალში რაღაცა ნაცისტი გაიჩნდა რამე რა საკეთებენ, იმიტომ რომ მომინათლეო ეგეც უთქვამთ. ტიპები ეგრე Game of Thrones-ი რო გადიოდა რა. არია სახელი დაარქვეს. ბრძანებელი კი არა. ვინ? ქართულად რა ქვია? Game of Thrones. სამეფო კარის თამაშები რო გადიოდა, ხალხმა ხალესი და დეინერისი და რაღაცეები დაარქვეს და მე რო დრაკონი დაუშვა მთელ ქალაქს, მე წარუცი ჩვენ პატარა ხალესი ესე არის ამს. ხო და შენსაც იმედი არ აღმოჩნდება რომ ნაცისტი ხარ და რა. არა, პრისტი არ ვარ მე. არა პრისტი არ ხარ. არა პრისტი არ ხარ. არა, მართლა არა პრისტი არ ვარ. მართლა. პაციფისტი ხარ. ანუ ვერც ერთ მხარეზე ვერ გადამიბირებ და ვერც გადმომიბირებ. და გინდა არა მაგაზე გვიდოდა ეხლა საუბარი. საკაიფო. არა, დგავარა. თუ მომეწონება შენი დებულებებიდან რაღაც ნაწილები, იმას წამოვიღებ. თუ შენი საწინააღმდეგო დებულებებიდან მომეწონება რამე, იმასაც წამოვიღებ. აი, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, მშულდოსანი ვარ ბოლო-ბოლო. ზოდიაქოს გჯერა. კი. კი, ისეთ კონტექსტს რეალობა. ანუ არ ვიცი, მაგრამ ნუ ეხლა მე ვარ ტიპიური მშულდოსანი, აღწერაში ვარ 100%. მაგაზე არ თავისი ანუ და უბრალოდ რასაც გინდა იმას კითხულობ და იმას გაკითხებენ. არ ვიცი, ვერ ვიტყოდი. რაღაცა ძალიან ისეა გაკეთებული, მასებზია გათვლილი. არ არის ბიჭო, ეგრე გაკეთებული, ეგრე ტაროზეც ეგრე იძახიან, მაგრამ ჯდებაც, მაგრამ რა ყველაფერს ხედავ. ეხა მაგალითად რა, მე მაქვს დაბადების დღე ნოემბერში, 8 ნოემბერს. მორიელი ვარ. 8? ხო. მე 11 რატომ მეგონა ყველასთან ვაბაზრებდი მე 11-ში აქ და დაბადებული. 2 დღე ვარ განსხვავებული. დეკემბერს. 8 დეკემბერს. ხო და მორიელი ვარ და ანუ ყველაზე მაგარი მოგიყვეთ გერმანიაში ხო ცხოვრობდი 5 წელი და თავისთავზე რა. არა, բայց არა მაგარი უნდა მოგიყვეთ. დამაცადე. დეითი მქონდა კიდე ერთი ცუდი დეითი გერმანელ გოგოსთან ხო და ნუ საუბრობთ რაღაცა და რაღაცა რენდომად შემოაგდო ეს თემა რომ ზოდიაქოთი რა ხარო და მეთქი რა ვიცი სკორპიო მეთქი რა მორიელი მეთქი და ესე მიყურებს ადგა და დიდი ბოდიში ვარ ჩვეშორის არაფერი არ ხო და გაბოვა სულელი რა ყოფილა გენეცვალე რა და ესე უყურებ რა მეთქი what the fuck სულელი ყოფილა, იმიტომ რომ ჯერ მთვარის ისინი უნდა შეემოწმებინა, იმიტომ რომ შეიძლება დაბადებული ისეთ. მეთქი what's ხო, all აი that? ასცენდენტი. არა, გავგიჟდი მეთქი, გიჟი ხო არა ხარ შენ მეთქი. არა, იცი რა არის? მე მგონია რომ ეს ამხელა ინფორმაცია იმისთვის არის რომ შენ სწორად დაამუშაო და გამოიყენო შენთვის როგორც შენ გინდა რა? ანუ მე რო ვიცი რომ შენ მაგალითად აი მორიელი ხარ და ვიცი დაახლოებით რა არის შენი ნაკლები და შენი პლუსები
ცოტა შენ სასარგებლოდ წავი манипуляციებ კიდევაც, ხო? ტვინი უნდა რა მაგას რა. ეხლა ეგოგო იყო უტვინო, შენერი ბიჭი გაუშვა ხელიდან, ჯერ დამადო ერთი. ეგრევე ბიჭი. თან ის და მე დაუჯერა მარტო იმ რაღაცა ზედაპირულ მონაცემს და ძალიან შტერი ყოფილა. ესე იგი არ იყო შენი ბედი დაიკიდა. ჯერ უნდა ეკითხა, რის წელში ხარ დაბადებული, ჩინური კალენდრით გაერკვია. აი ეგ არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია. ხო, ნუ ხა ჩინური ყველაფერი ბანზია და მაგაში რა. თორეა. ეს არა გრეკებს რა ქვიათ, ბერძნული. ბერძნები ხო, ეგ ნაღდია კაცო. ხო და ერთი სიტყვით ესეთი ის მაქვს მე ფეილი ცხოვრებაში. დაუდია შენთვის. შენ კიდე მოყავი შენი ისტორია. არა, უბრალოდ იმან მოიტანა რა. არა ხო იასნია. თემამ ზოგადად. ხო, ის რა ქვია, გავიგეთ, მილანში ცხოვრობთ. კი. ეხლა რამდენი ხანი ხარ ჩამოსული? ძალიან ცოტა ხნით სხვათა შორის და არ შემეძლო არ მოსულიყავი თქვენთან, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ შევთანხმდით. დავითას თვალები გაუფართო და ან სხვათა შორის პირველივე გადაცემაში გპატიჟებდით. ხო, მართლა? კი და მაშინ დავთანხმდი რომ კი, არა, სხვათა შორის ალექსანდრა იყო ერთ-ერთი პირველი, მაგას აი შემიძლია სკინები ამოყარო და მაშინ 100 გამომწერი ყავდა თუ რაღაცა და მეთქი მივწერო მეთქი თუ სრული გექნება თან რაღაცა მორიდებულად ხარ. ხო და ეხლა თვითონ მოგწერა. პინგვინი ხარ წარმოიდგინე რა 100 გამომწერიანი და წერდით ერთი კვირა. ხო, ჩემი WhatsApp-ი გაარკვია წერს რომ გეყოწებიო რომ მიყვანელო და რაღაცა აი. ესე უნდა ხალხო, წინ იარეთ და მე თვითონ და ისიც თქვით ცოლიანს რო არ წერდი. ვის? შენ ხო ცოლიანი ხარ? არა, საცოლიანი. ხო, საცოლიანი. მაგრამ საცოლიანობა ცოლიანობამდე დიდი გზა არის. რომელს ყავს და რომელსაც არ ყავს იმან მომწეროს. არა, ხო, მასე იყო კი. არ უტეხა ვაფშე არ ყოფილა ეგ. როგორ არ ყოფილა? ხო იყო. არა, ამ რაღაცა იდიოტო მოგეხუმრა და მე შეთქვი რომ კაი მიშა მომწეროს. არა, ხო, არ გავიხსენოთ ეგ ყველაფერი. მოკლედ. მე ძალიან ვიცინე. შულზე შეგვიძლია ლაპარაკი? კი, ორივეზე. ოკეი. მე ზოგადად რატო ვიკავებ ხა თავს? ანუ რანაირი ჭორები წაიკითხა რომ შვილიც არ წერია ეგ. კარგი დედაო, სადმე არ ეწერა. ვიდეოს შვილის გამო დაბრუნდა საზღვრებს გარეთ. ვიდეოს ერჩე ძალიან მოიწერა. ეგ ვიღაცა ალექსანდრე ეძება. მარტო ალექსანდრე პაიჭაძე. მე გავარკვე რომ თქვენ ხართ მშენებელი 16 წლიდან. დედა, ხო, პრარაბი. თქვენ ბრძანდებით კლაუჭიდელი 2014 წლიდან. იბრძოდით დონბასში. რთული იყო? ანუ ყველაფერი გამიბათილა რა ცხოვრებაში. აბა რა არის, აგრატო წერია. ხო, მაგას არ დავაკვირდი. მე მეგონა რომ რაღაცა ბარსელონაში რო ქსივა. მიშა, პანდემიაში ბარსელონაში რო ქსივით დავდიოდი, ანუ ეგ ამოფიქა. აგიარა. არქონია, საიდან მოიტანა? ეხა ეჭვი შემეპარა, იმიტომ რომ მართლა მახსოვს ცოტა цариელი ესენი. ბუდოვნად მახსოვს. ახლა პოსტები რო გახსენება, ხო იცი ეს დავპოსტე, მაგრამ შვილების რაოდენობა ვერ ამოვა. ნუ, ანუ იცი არის. შენი შვილი ჩემი ფანია? თუ არ იცი. არ ვიცი. ხო და მაგიტო ვარ ცოტა მორიდებულად, იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა თინეიჯერი შვილი ყავს, უეჭველი ვიცი რომ მიყურებს. 13 წლის არის და ეხა შევიდა თინეიჯერულ TikTok-ი ხო აქ? კი, ალბათ აქ, ხო. და სხვა შორის ვეუბნები რომ დაიწყე სტრიმერობა და დაიწყე რაღაცა თქო რა. აუ, საუკეთესო დედა არის მენა. იცი რატო? იმიტომ რომ ბარემ ბევრ დროს ატარებს თავისუფალს კომპიუტერთან და მეთქი ცოტა ფულს გააკეთე შვილო. იმიტომ რომ მოთხოვნები ბევრი აქვს. ეს ეკრანი მინდა 7000 ლარი ღირს. კი აქვს. ახ მაგის იგი კლასელები უყურებენ. ყოველ თვეში ახალი უნდა და მეთქი არ არის ეგ. არ მოიცადე, ყოველთვის ახალი ეკრანი უნდა? ხო, აი რაღაცა მოსწონს. ყოველთვის ახალი ეკრანი რა ჯანდება. არ უნდა, რა თქმა უნდა, ერთი წელია გვაქვს ძალიან კაი ეკრანი, მაგრამ ნუ მოთხოვნები რო აქვს. ნუ რეზორში ბებია ჩემმა რომ მოიპარა სკოლიდან მონიტორი მაგით გავიზარო. ანუ მაშინ ეგრე იყო კაცო, ახლა არ გაიგოთ რომ ბებია ჩემი იპარავდა, მაგრამ ეგ მაშინ ნორმალი. ხო, რა ოჯახში, აი ზუსტად. ყველა იპარავდა რა. როგორი ხალია, ხედავ აი ესეთი ხალია საჭირო ოჯახში. გონი რაღაც ოჯახში. მე მაგ ერთი ჩოვა, გინდა გითხრათ. ყავას ხო სვავ, ანუ ყველგან კაფეში ყავას ან ჩაის სვავ რა და შაქარს არასოდეს არ გარბი ხარ? არა, შაქარს არასოდეს არ ვიყრი. ხო და ის ორი ცალი ის ხო არის ხოლმე
ჭხირი შაქრის რა, ან როდა მოხსნა თავი და ჩაყარა. ეს სახში მომაკ. აი, ასო. კლეპტომანია დიბჟა. არა, მართლა მამა. არა, შაქრის კლეპტომანია. მოიცა შაქარს იპარავ თუ ჯოხებს? შაქარს. შაქარს? არა, რა ჯოხებს. შაქარი ძვირია. ხო. თან როდის იყო კოვიდის დროს არისო დეფიციტი რო გამოაცხადა ეს? ეგ ტუალეტის ქაღალდები გამოაცხადა. ისე მაინტერესებს, აი, ამდენ ტუალეტის უი, ხო, სხვა შორის ტუალეტის ქაღალდებსაც ვიპარავ. ჯანდინა რო ეყრება ჩვენი ტუალეტის ქაღალდები. აუ, გახსოვთ, იცით რომ 6 წელი გავიდა პანდემიიდან? ხო, ნუ კი. ხო? თუ როდის იყო? 2020-ში იყო. 5 წელი გავიდა, ხო? გვაგო ცოტა მეტი დრამა მინდოდა და მაგარი იცით, გოგო რომ არა 12 წელი არაფერს გავაყალევებ რომ 6 წლის წინ იყო პანდემია, მეორე მსოფლიო ომი 1800 წლის წინ მოხდა, აზე ხარ? ისიც ბულდოულად ახსოვს ის ევროპის ქუჩებში რომ დადიოდა ესპანეთის. ხო. არა, ეგეთი რაღაცა ისეთი გოიმური ისინი არ მქონია ჩვევები, რომ აი ექსილა მაგ და ეხნა ყველაფერს არა. ხო გამოგიყენებია. არა, არასოდეს. ქურდულებს მაქსიმუმ ბასლაინზე გადავსულო, როცა მეჩქარებ, აი გარეთ ჩემი ქურდულებს უსმენ ხოლმე? რას? ქურდულებს ბასლაინზე რო და ბას სხვა შორის აი მაგაზე უხიზიანდა, აი ხა მაგიდან რომ მქონდეს დავარტყამდი. ბასლაინი არ არის, ეგ არის ბასლეინი. კი ბატონო. მაგრამ ნუ ხაზად აღვიქვავთ როგორც lines, ეხა დაგვანებე თავი რა. არა, ეგ ორი სხვადასხვა სიტყვაა აბსოლუტურად. ეს არის ბასლეინი, ანუ ბასლაინი რო იყოს დაგიწერდნენ იქ ის და აქ აწერია a. ანუ ბასლეინია. Lane ხო, მაგრამ ზოლია და არა ის. Line ხო ჩვენთვის ხაზია ქართულად პირდაპირ თარგმანში. და ცოტა ისეთი რა დამაბნევი. ხო, ზოლი. ხო. მაგრამ ეგრე გამოდის რა უნდა ამ კაცს. ხო. მე უფრო ისეთი კითხვა მაქვს, ასე ვთქვათ, რაღაცა აწყო ვიცი შენი, ასე თუ ისე, ნუ ესეც საბაზისო ინფორმაცია, მაგრამ შენი წარსული საერთოდ არ ვიცი და ის ანუ შენს გგონია რომ დიდარი კაცის არა დამაცადე. ცოლი ვარ და ემეტი არაფერი? ხო, დამაცადე კითხვა, დამაცადე გოგო. ანუ საიდან გამოჩნდა მედიაში? ეგ მართლა არ ვიცი და მართლა მაინტერესებს. მედია საერთოდ არ იყო, მე რო გავაუჩდი. 13 წელი, ანუ 11 წლის ვიყავი, ეგ მოკევი ბრაზილიაში, ხო, არ დამიგარგოთ. ბრაზილიაში გავხდი პრინცესა. მანამდე 2000 წელს, 99 წელს ავთანდილ ცხვიტინიძესთან სტუდიაში ვიყავი მოდელი. მერე გავაგრძელე მოდელობა სოფოჭყონიასთან და 13 წლიდან აქტიურად ვმუშაობ. ფლაიერებიც მირიგებია და პოდიუმზეც გამოვსულ ვარ. ანუ პარალელურად ამას ვაკეთებდი. ყავდა ძალიან მაგარი მამა, რომელიც ამაყობდა და რატომღაც იმ პერიოდში, ანუ როგორ პერიოდზე გეუბნებით, იცი მე ვარ 90 წელს დაბადებული რა და მაშინ ეხა ვინმეს მამას რო ხო ვინმეს მამას რო ეთქვა რომ მოდელობა, ანუ ჩემი შვილი ლამაზია და მინდა რომ მოდელი იყოს, ეგ იყო აი როგორი იშვიათი თემა, რომ აი პირიქით რო სახში იჭექი. მაშინ ანუ მამაჩემმა მომცა დიდი თავდაჯერება რომ მეუბნებოდა, შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო და შენ უნდა იყო მოდელი და წახვიდი ამ ქვეყნიდან. ანუ მაგის მერე უკვე всё რა კიდია ყველაფერი. ეგრეც გავაკეთე. ნახე, მთელი ჩემი თინეიჯერობა ყველა fashion week-ის ჩვენებაზე ვიყავი აბსოლუტურად. თან ორი fashion week-ი ქონდა ქართველებს, რა თქმა უნდა, ერთი არყოფნის და ერთი ჯორჯიანი ქონდა, ერთი თბილისი და მაყურებლად არა მოდელი და მოდელობდი. ხსნიდი და ვხურავდი ამ ჩვენებებს. ეგ იყო და ეგ. კიდევ იყო ის, რომ ამის პარალელურად პრომოგოგოც ვიყავი და ხან წვეთის ფორმა მეცვა და ხან ფიფქის და ხან ციხვის, ეგეც ანიმატორი იყავი? კი. ბავშვების დაბადების დღის ცენტრშიც ვიყავი ანიმატორი, ორგანიზატორი და ვგეგმავდი და ვასრულებდი. ყველაზე მიზერული რამდენი აგიღია ანაზღაურება? ყველაზე მიზერული არ ვიცი, მაგრამ ანუ მოდელობა რომ მინდოდა სოფოჭყონიამ, ანუ სოფოჭყონიამ პირველ ჩვენებაზე გადამიხადა $100 და ანუ $100 მაშინ მე რო 13 წლის ვიყავი, რამხელა თანხა ხო და რა ვქენი, იცი, ეგრევე გავქანი და ბენეტოში იყო ძალიან მაგარი ჯინსები და ჯინსი ვიყიდე. $100 ჩვენ მომუშავებ, ჩვენ პროდიუსერს გოგო, ნუ უგდებ ფას. ხო, ანუ ეხლა მე მეც მოითხო. ხო, მოითხოვოს მერე. ცოტა თავის ფასი. ანუ წარმოვიდგინე $100 წავიდა ჯინს, ანუ როგორ განსხვავებაა ზოგადად ბიჭ და გოგოს შორის, ხო წავიდა ჯინსები კიდე და ხო ბიჭისთვის კაია $100. მე $100 მე რო პირველი ფული მომწე, ეგრევე ბოზები წავედი. ანუ 13 წლის შენ წახვიდოდი დარწმუნებული ხათო. ეგრევე გავძვერი მომენტალურად რა, ანუ წარმოვიდგინე. და ანუ სულ მქონდა ფული და მამაჩემ იმიტომ ანუ მეკუმირება რომ ესა ანუ ამასო რა
ფული სულ უდევსო საფულეშიო, ანუ რაღაცა დალოცვასავით და დღემდე მაგით მოვდივარ, რომ აი სულ უდევსო ფულიო საფულეში და სულ ედება, არასოდეს არ ექნებოდა და მე გაიყარე და კიდე რაღაცა ფრაზები მახსოვს მისგან, რომელიც ანუ მომსდევს და იდეაში მაგით გარდაიცვალა? კი, გარდაცვლილია და ანუ 18-ის რო გავხდი, გარდაიცვალა, მაგრამ ანუ იმხელა თავდაჯერება მომცა, რომ მართლა ყველა გოგოს უნდა ყავდეს მამა ეგეთი, რომელიც ანუ ყველა საკითხში და ხარს დაუჭერს და საპორტებს. ხო და ეგ იყო ეგ და ანუ იმის მიუხედავად რომ შეძლებულებიც ვიყავით და არაჩვეულებრივად ცხოვრობდით, მაინც სულ მუშაობდი 2-3 სამსახური სულ მქონდა. გეუბნები ხან წვეთი ვიყავით ხო, ხან ფიფქი, ხან ცეცხლისალი ვიყავი და ხან რაღაცა დენები მემაგრა რომ ამაზე ის კაბა მეცვა, რომელიც მე იმ დეკორაციას უხდა. დეკორაცია ვიყავი, წარმოგიდგენია? ჩვენ მალე გამოიარა ყველაფერი რა ერთი სიტყვით. საერთოდ მე მეტყველების გაკვეთილებზე დავდიოდი. GMG გახსოვთ? GMG-ს ჰოლდინგი რო იყო სპორტები. ჩვენ ძალიან პატარა. და გაკვეთილებამდე როგორ საუბრობდი? როგორ? გაკვეთილებამდე როგორ საუბრობდი? აი, მიკროფონია, როგორ არა, ანუ კაკლით. ოი, ალო. მომისმინე და ძალიან გამოგადგება სხვადასხვა შენს. GMG-ში მოვხდი, მოკლედ სპორტული გადაცემისთვის გვამზადებდნენ გოგოებს, რომ ასე შემდეგ და იქ ერთი 3 თვიანი მაგარი კურსი გავიარე მეტყველების. მე წავედი კასტინგზე და ამირჩიეს ერთ-ერთ შოუზე წამყვანად და აი ამ წამყვანობამ ერთ-ერთ შოუზე მე ტელევიზიაშიც გადამიტყორცნა და ერთ-200 გოგოში ამომარჩიეს და GDS-ზე ვიყავი ხან ტოპათეულის მუსიკალური GDS-ის ეგ პერიოდი მახსოვს, სერიალშიც მახსოვ ხარ. კი, და მე იყო სერიალი და მე ძალიან მაგრად დავიწყე ვარჯიში, მე უკვე ინსტრუქტორად ვიყავი დილაობით, პირდაპირ ეთერში ვარჯიშობდი მიშა. ისეთი რთული იყო. ეგეც მახსოვს. ისეთი რთული იყო, მე დღემდე დევს ვიდეოები, ძალიან ძველი, ქერა რო არ. GDS იყო ერთ-ერთი. ეგ ნახე მე სხვა შორის. ძველი ვიდეოები, ძალიან პატარა ვარ იქ. კიდე მზარეულებში თამაშობდა სხვა შორის. მზარეულებში კი რა თქმა უნდა. კი იყო იმის რუსული ვერსიის, მაგრამ ნუ იქ არ იყო ცუდი, რატო იყო ძალიან კარგი იყო. ხა მაგაზე არ მეკამათო. ბოლოს გაფუჭდა, აი ფული რო შეჭამეს და აღარ იყო არაფერი და ანუ ოღონდ გადაგვეღო ბოლომდე, აი მაშინ გაფუჭდა, თორე ძალიან მაგარი სერიალი იყო. მიშას რომ მიმართავ, მიშა, ანუ ძალიან სანდომიანი ხარ, ხა ამწუთას ჩვენ ნასვამზე. მუხლებს მიხვრეთ. ფოტოებს მიღებდა მეთქი ქალო წაშალე. ვინ არის ეს კაცი შენ ტელეფონში? მელოდიკაცი. მიშა ექიმია რომელიც TikTok-ზე ხადაობს. რაღაცა ეგ. სხვათა შორის შენი გამომწერები ვართ. თქვენი გამომწერები ვართ. მადლობა შენ მეუღლეს რომელიც ბიზნესმენია და მაგიტო გეცდებით კარგად რომ შენ მეუღლესთან სპეციალიზებს ძილობ და ხო რა. ხო, სპონსორი გჭირდება და. ჩემი მეუღლის მეუღლე არ არის, მაგრამ ჩემი ანუ ჯიგარია რა. პარტნიორის მრჩეველი მე ვარ, ასე რომ ჩემთან უნდა დაალაგო. ჩემთან უნდა დაალაგო ჯერე. ხო და მაგას ვალაგებთ. იმიტომ მოვედით პერანგებით ხვდები რომ რაღაცა კაი შთაბეჭდილება დავტოვოთ. აი სხვათა შორის ეგ მაინტერესებს, აი ყოფილა რომ აი ყურე რეკვესტებში ყოლია ტიპი და ეგ ტიპი გაგიძრია რაღაცა ან ივენტზე ან სამეგობრო შეკრებაზე ან რაღაც ისეთი ცნობილი ინფლუენსერები რაღაცა რო ვთქვათ რომ დაუბლოკე ვარ ეგრევე. ანუ ნახე მიხვდა რომ შეიძლება ეხა Instagram-ში დავკავშირდეთ ერთმანეთს, ანუ მე გავხსნა მისი ძველი მონაწერები და დაუბლოკი ვარ და ვერ გპოულობ, აბა ხარ ზოგადად Instagram-ში, გააქვს Instagram-ი, მეკითხება მე. კი, აბა მეც ვერ გპოულობ. და ზუსტად ანუ დაღამდა გათენდა. ანუ დამბლოკა იმ დროის მანძილზე, როცა შეიძლება და მე დამესერჩა და მენახა მისი სისულელე მოწერილები წლების მანძილზე, რაც ალბათ მწერდა, ხო და არასოდეს არ უნდა მიწეროთ გოგოს არც ერთს ფლირტის მისნით რაღაცა გენერატორები. ხო და იმიტომ რომ მე არ მენახა დამბლოკა. მე ღამე რომ დავიძინეთ ყველამ ალბათ. რა მე რამ კიდია. ხო ვიშა. აი ხა დიკ-პიკებს არ უგდებ, მაგრამ ფლირტის მისნით არა, მაგრამ აი ძალიან იდიოტური ფლირტები. მოკლედ მეორე დღეს უკვე იყო Instagram-ზე. ანუ განმბლოკა და აღარაფერი აღარ ქონდა მოწერილი. ანუ წაშალა ის სისულელები, რაც წლების მანძილზე შეიძლება და ქონოდა ჩემთან მოწერილი. და ეგრევე მივხვდი, მაგრამ არ უთხარი. სახელი და გვარი თქვი. არა. მაგრამ არიან ცნობილი ტიპები, ხო? ეხა ბევრი ყოფილა. ცნობილი ტიპები, ხო, ძირითადად სპორტსმენები, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ერთი ვაიბზე ვართ, ეხა მეც ისეთი ვარ. სპორტული ჟილკიანი და ხარს გიჭერთ სასტავ
უნდა ცადოთ იასნია, ეხა, თუ ადამიანს ქმარი ყავს და ისა გათხოვილი ან შეყვარებული ყავს, არა, თუ თავისუფალი რატო არ უნდა ცადოთ? საზღვრები უნდა დაიცვა ყოველთვის. აი უყურე, წეგანიძახი რომ არ მიწეროთო და აი შენ როგორ იმას აძლევ approves რომ ტიპმა გაგიცნოს, ანუ რა აუ არანაირს. ანუ Instagram-ში გაცნობა რა უბედურება აჯერეთ. არ თუ საერთო არაფერი არ აქვს შენთან, აბა როგორ გაგიცნო თუ მომწონ ხარ მაგალითად. ანუ იპოვის საერთოს თუ ძალიან უნდა აუცილებლად და გამიცნობს კიდევაც. ეგრე ყოფილა ხა სხვანაირად. მე არ მესმის ციფრული გაცნობების, არ ვიცი. კი, ოჯახებია შექმნილი და რაღაც დისტანციურად იცნობენ ერთმანეთს და ქმნიან, მაგრამ ანუ ეგეთი ის არ მაქვს, ანუ ძველი ყაიდის ეგეთი გაჭირვება არ მაქვს, რომ Instagram-ში გავიცნო ვიღაცა ან საადმე ნებისმიერ ადგილას ციფრულად და არა ლაივში. ის უნდა ვნახო რაღაცა რა, ანუ მომენტში. არც ისეთ ფლირტის ის არ ქონია რაღაც Instagram-ში გაცნობილ ტიპთან. აი ხო იძახი რომ ლაივში უნდა ნახო რომ რაღაც ის ანუ ნახე მე როგორც აი გოგოები ძალიან ხშირად წერენ რომ ანუ რა ვქნა როგორ გავაკეთო დავშორდი არ დავშორდი ამ ადამიანს ნუ რა თქმა უნდა ამას მე ვერ ვურჩევ მაგრამ რაღაც მხრივ მენდობიან რომ დაახლოებით სქემა ვიცი ანუ მამაკაცის ფსიქოლოგიის და ქალის და კაცის ურთიერთობის რაღაცა გამეგება ეხა რა და ნუ ინტერესის გამო გამიკეთებია ეგ ადრე რა თქმა უნდა 5 წლის წინ მაგრამ გუშინ მაგრამ ნუ არ მომწონს რა ეხლა ქართველი ბიჭების pick-up line-ები არ მომწონს რა შეიძლება ისეთი კაი ბიჭი უცებ ჩაბანძდეს ანუ რა გახსენდება top 3 ყველაზე ცუდი pick-up line აუ რა top 3 ერთიც რო გამახსენდეს მადლობა აი ერთი თქვი თუ უცებ ყველაზე დასამახსოვრებელი რაც დაგამახსოვრდა მთელი აი მე არა ნუ ძალიან აი ყველა ისე წერს როგორი აღქმაც აქვს ხალის მიმართ თვითონ რა ანუ არ ვიცი ზოგს ძალიან მაიმე ბოდიში ხო ან ზოგი ისე წერს რომ აი ქალღმერთად წარმოგაჩენს და ზოგი ისე წერს რომ იყო ბოდიში და რამდენი ფულიო ხო წავუკითხე ირაკლის ზოგი წერს ხო ფას წერს და ზოგი წერს რომ ხო და ზოგი წერს მაგალითად ანუ უზღვავი რომანტიკით რამდენიმე წელია მაგალითად აი ზღვა რომანტიკა ლექსები თაიგულები და ხშირად მიმწერია რა კაი სუნია ყვავილას ხო თაიგულის გიფებს რო გიგზავნიან come on ეს უფრო პლუს ორმოცლის ტიპები ხო ალბათ ხო არ ვიცი ანუ საქმურები რომლებსაც იმედი არ აქვთ მაგრამ ის რაღაცას ცდილობენ იმედი რატო არ აქვთ პირიქით იმედი აქვთ და მაგიტო გწერენ და ძალიან ხშირად ყოფილა რომ აი დისტრიბუციის მანქანიდან ძალიან ჯიგრულად ანუ საყვარლად უფლირტავიათ ასე ვთქვათ და ძალიან მაგარი მანქანიდან აი ვერაფერი და ესე გასულა და მორიდებით ხო იცი და გააჩნია ადამიანის ხასიათს და თავდაჯერებას თორემ მიღება არ აქვს რაზაზის და რა მანქანას მართავს ან ვაფშე რას წარმოადგენს რა მაგრამ ფერარი კი ყავს ფერარი რომ ყავს ჩემი დამსახურება ხო ნუ არა სხვა შორის კიდე ძალიან ბევრი ის გავიგე ალექსანდრეზე ხო ალექსანდრეზე აუ მე გამოვში რა გაიგე კიდე მე ალექსანდრეს ყოლია 4 შვილი მოკლედ ანუ ძალიან კარგი დედიკო რო არის ნიჭიერი რო არის კარგად რო საუბრობს არა დედიკო რო არის გარვიცოდი ხე გავიგე არა მაგარი ანუ ინტერნეტში წარსად არ წერია არა მოიცა არა მე ვიცოდი რომ ერთი შვილი ყავდა და ორი რო ყავდა გარვიცოდი ნუ ესე იგი 2020 წლის ინფორმაციები ნახე ხო ძველები ვნახე იმიტომ რომ 21-ში უკვე მეორეც მყავდა ნუ სხვა შორის ძალიან კარგად გამოიყურები ორი შვილის საკეის რო გაქვს გაკეთებული ორივე ექიმია რაღაცინე ორი ვაჯახ საკეის რომ მიჩა ექიმო ციკლი არის ყოფდა რამე გართულებები ვარ ოვულაციაში რა ანუ ნასვამიქალი ოვულაციაში ძალიან დაურეკეთ მეუღლეს წაიყვანოს პოსტშობიარობის დეპრესია ხომ არ ქონდა ეგრად ვაკეთე სხვათა შორის მქონდა მაგრამ აი როგორ ესეც ძალიან ისე რატომ აქ ახლა ამხელა გამოსულება ცხოვრებისეული რომ დეპრესიასაც სახე ავახიო და ყველაფერი ხო მაგრამ არა სხვა შორის ესე ახლოდან დღეს გაგიცანი და ანუ გძნობ შენ ესე ძლიერ ფსიქოლოგიას რა ნამუშევარი რო გაქვს შენ თავზე ძალიან ბევრი ანუ იგრძნობა რა ხო იგრძნობა კი ანუ ყველა კითხვაზე პასუხი აქვს რა და ყველა კითხვაზე დამაჯერე ანუ თვით დაჯერებულია რა რა სიძახის რა ხო მაგიტომ მივდივარ რომ ყოველ რუსთავი ორში შეფების ლიგაში რომ ეგ ძალიან დიდი თავდაჯერებული ვარ რომ საჭულის კეთება ვიცი მე არ ვიცი
და ძალიან მიჭირს მაგის ანუ ვაღიარებ რომ არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში იქნება მომენტი, როცა სხვა შორის ხვალ მივდივარ ხალხო, 15 რიცხვში. დღეს 14-ია, მაგაზე ცალკე ვისაუბრებ 14 თებერვალს რატო არის დღეს ალექსანდრა აქ და რატომ არ არის ალექსანდრა პაიჭაძე შეყვარებულთან ერთად 14 თებერვალს, ხო? და რატომ არის ჩვენთან ერთად? მაგრამ 14 თებერვალს მივდივარ რუსთავი 2-ზე ჩაწერაზე შეფების ლიგაში, სადაც გავაკეთებ ჩემ შაურმას, რომელიც გაიხსნება დავით გამრეკელის 20 ნომერში, ირაკლი გამრეკელის არა, ბევრს ეშლება ხოლმე და ირაკლი არ ვიცი ვინ არის. ირაკლის მტრები ვართ ჩვენ. ირაკლი ეს არის. ტიპი რა ეგოისტია, მივდივარ, გეთქვი მივდივართ მაინც. ესეც What the fuck? ანუ ჩვენ წარგვებატიჯები. არაკეთებდა რა გინდა. ერთ წამი მე ვჭამ შაურმას. ვიცი და შენ დაგვატეჟებთ გასასინჯად. რა იცი რეკლამა ნახე? კონკურენტი კომპანია. რომელსაც არ ვახსენებთ, რომელიც უგემური იყო. როშით მაიპოვე, ხო? ხო, მაიპოვა. ეხა ფული აქვს აღებული რომ თქვას რომ გემრიელია, ხალხო არ დაუჯეროთ. ჩემსაც უფასოდ გავასინჯებ. ერთ ნავში ვსხედვართ და ამიტომ ტრაკი დავაყენოთ. წნარად გავცუროთ ხო ბაზარი არა. ყველას ესეთი ერთი კითხვა მინდა დაგისვა, სადამ იმ თემაზე გადავალთ, რაც ყველა ძალიან მაინტერესებს. ეხა საჭესთან ვარ მეტი აღარ. კაი, შეეშვი. კაი ხომ დავრეკავ. ამას თუ კიდე ამოგიჭრით. ვერე არ მოგაკეთე. არა, ეხლა ძალიან დიდი პრობლემა დავინახე მე აი ამ უბრალო რაღაცა მოკლე ორწამიან მონაკვეთში. კაი რა, არა და თანახმა იყო. და ამის გამო მე ძალიან ბევრი დანაშაულებები ხდება. როდესაც იცახიან, არაო, მაგრამ კის გულისხმობენ და კაცებს ესმით კიო და მე ხედან ციხეში 15 წლით. და მოდი გადაწყვეტეთ რა. გადაწყვეტე და მომენტალურად გითხარი რომ კარგი კი მეთქი. ანუ იმას იცახი რომ კაცმა უნდა ცადოს კიდე როცა არას მიიღებს. ქალის არა, არის ქალის არა. გაიგე? კი არის ქალის არა, ქალის არა. მაგრამ შენ თუ ვერ გრძნობ. ხვალ ციხეში წავად 15 კაცი. შენ თუ ვერ გრძნობ. შენ თუ ქალი მაგრად მოგწონს და ვერ გრძნობ იმისგან ის არა როგორია და შენი თავმოყარეობა, ანუ ეგ რა ხდება, იცი? ანუ კი გრძნობ, მაგრამ მე სასამართლო პროცესში სხვანაირად კითხულობს. ვიღაცა გოდერძი პროკურორი კითხულობს რომ არა, არ მინდა, არ დამისხათ მეტი. არ და ამ დროს ალექსანდრას და აუ არა, მიშა არ დამისხა მეტი და გოდერძი კითხულობს რომ ქალბატონმა ალექსანდრამ განუცხადა მიხეილს რომ არა, არ დამისხა. მეტი არ დამისხა. მიხეილი ასხამს. მიხეილი მაინც ასხამს. ალექსანდრას სურვილის წინააღმდეგ. ბრახ, ნახო 20 წელი და მე ვზივარ იქ. ამიტომ ეგრე არ ვთქვამს ალექსანდრა თქვა რომ არა, მიშა. ამიტომ 20 წელი ქათმებში. მოიქეცით. რა 20 წელი რა? 20 წელი ქათმებში. მაგაზე ქათმებში სვავენ ეგ. გამომივიდა იქ. ამიტომ მეგობრებო, მოიქეცით ისე ღირსეულად და ისე როგორც ანუ შენი თავი რო გიყვარს, ახლა თავი რო გიყვარს, არ გაწირავ რა რაღაცა სისულელეებს არ გააკეთებ რა, ანუ კაცსაც სჭირდება და ქალსაც იგივე. გარზე გამეკითხო დასვიბლეთ. არა, იმაზე შეგაგ ნაკეკი. არა, საუბრობდით და შენ ჩამეჭერე. კეკა და ვიღაც სხვა ადამიანზე მოიპოვა ძალიან ბევრი არა, არა, ხო და მაგაზინ ეს ჯენტლმენობა რა. მადლობა მიშა. მადლობა ჩიკარიხა. ხო და არ დავთორი. აი ეს ხო ყველა ცუდი შეურაცხყოფა. ჯიგარი ხარ. ძმა ხარ. ხო. ესეთი გოგო რო გეუბნებოდ რომ ჯიგარი ხარო, ანუ შეეშვით რა დააცადე ცხოვრება რა და ნუ წერთ რომ აბა დღეს რა შვები და სხვა რაღაცას. ისე რამდენი ადამიანის ცხოვრება და დავიშლები და ალექსანდრა რა შვებია? ჯიგარი ხარ, ძმა ხარ. რამდენი კაცი ყავს დაფრენზონებული სტატისტიკურად? აა მაგაც ხო ანუ გოგოს და პიჩორის მეგობრობის რო ამჯერა ხომ იხდება. არა, ჯიგარი ხარ. არ არის რა. რაც უფრო ახლოს გაგიცანი, მით უფრო აიწია შენმა ეს რესპექტის აურამ ჩემი, იმიტომ რომ პირდაპირ იძახის ყველაფერს და მაგიტო ძალიან მომწონს რაც იძახი რა. მაგიტო უყვარვარ ქართულ გოგოებს და უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ
გრძნობენ და ვინც გრძნობს ის ხდება. აი სხვადასხვა ეგ მაინტერესებს, ანუ ყოფილა ეს საბოლოოდ მე ვარ მართალი. რამოდენიმე მომენტი მე მახსოვს, რომ აი რაღაცა მასიურად წამოსულა შენს მიმართ კი, შენს ჰეიტი. მართალი ხარ ალექსანდრა. და აი ამას როგორ უმკლავდებოდი მაშინ I სადამ don't care. ანუ საერთოდ არანაირი რეაქცია არ ქონდა, რომ რაღაცა ერთადერთი 10,000 ცოტა კაცი რაღაცას ჰორმონალური ცვლილებები რომ მქონდა ორსულობაში, მანდ შემეხო რა, ძალიან დამაშაიმინგეს, გინდა ფიზიკურად, გინდა ჩემი ცხოვრების სტილით, ხო? ნუ შეეცადნენ ჩემთან პერსონალურად რა თქმა უნდა არასოდეს მოვიდოდა როცა ანუ ორსულად ვიყავი რა და ხო იცი მაგ დროს არის ხო იცი რა ანუ გაგებული რა ჰორმონები იცვლება ანუ აი შკალის ხო რა ნუ თმები ამოს შეიძლება მართლა რაღაც ჩაიდინო და ანუ იმ მომენტში რაღაც განვიცადე თითქოს მაგრამ ნუ მაინც გაუმკლავდი რა მე მგონი სტოიკოსი ვარ ჩვეულებრივად აი ამ სკოლას მივსდევ ეს ფილოსოფია მიყვარს ძალიან და სტოიციზმი ხო სტოიციზმ და ნუ ვთვლი რომ რაღაცები ყველაფერი რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ რაღაცა კიდე უფრო ძალიან გრანდიოზული სტოიკოსები ვართ ანუ ვინც ჩემ ეზრით ცნობილი ადამიანები ვართ იმიტომ რომ ვინც არ იგრუზება რა იმიტომ რაც უნდა მოხდეს ცხოვრებაში ისაც მოხდება და ხო მაგრამ ჭრდილში შესულიც ბევრი მინახავს და ხო და ან მაგას გულისხმობ რამდენჯერაც დავარდი თუ ადექი უფრო მაგარი ხო ეგა ვარ კი სხვადასხვა ხო ვინც ვარ ხა ცნობილი იმიტომ რომ რავი ეხა ამ რასაც ჩვენ ამ ვიდეოს ხო აბა მართლა ამ მოყვება ეხა იასნა აი ყველა საინტერესო რა არის იცი ანუ ტიპი შემოდის ანუ ტიპი ხო ვერ გიტანს რა და ყველა საინტერესო ის არის რომ შემოდის ბოლომდე უყურებს ან უყურებს 15 წუთს ხო არ აქვს მნიშვნელობა გაგინებს და გადის რა ანუ ეგ თემა თუ არ გაფოლოვებს და ხო ანუ თან რო გაგინებს აბა რა გინდა უკაცრავად აი ხალხი მუშაობს არა გინება ნახე ეხა მომისმინე ისეთ ხელფასებზე რომ გასწავლი რაღაცას მაგითი შვებას ღებულობენ და მე ვაძლევ უფლებას რომ შვება მიიღონ ეხა მე თუ მაგისი ისავა რომ შვება მიიღონ თავისი ცხოვრებიდან გამოუშვი რა არ არის პრობლემა რა იმ ადამიანს იმ დროს ჭირდება რომ აი შეგაგინოს და დაიძინოს რა დაივიწყოს თავისი ცხოვრება რომ რა ვიცი მე ხო მაგრამ თან თავის თავს თუ გამოუწყდება რომ ევასები და არეზიზღები და იმიტომ გაფოლოვებს რომ ევასები და არეზიზღები იმის აი ეგ უფრო მაგარი იქნება მის ერთხელ მომწერა ერთმა ტიპმა რომ ესაო რაო ისე მეზღებიო სადაც შეგხვდებიო დაგიშვებო თუ რაღაცა ხო მაგრამ ვერ დაგიშვებს ბოლოს აღმოჩნდა რომ ტიპს მაგრად ვევასებოდი ევასები ხო რაღაცა აქვს თვითონ უჭირს რა ან შეიძლება უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდა შენ და ამით მოგწერა რა ესეთი ტექსტი რა ესე ისეთ მიშა სადაც გიპოვი დაგიშვებდა რაღაცა აი უყურე 200-როვანია დაგიშვე ამ დროს რაღაცა სანთელს იწვეთებს და მიშა ხო და მე მაგ ეგეთი ახკმა უკვე ანუ იუმორის ჭრილში უყურებ ხოლმე მსგავს რაღაცაებს და ძალიან მაგარი აი ძალიან შველი აი თავიდან იყო პირველი ჰეიტის ტალღა რო წამოვიდა ჩემს პირველი იყო ცხოვრებაში საერთოდ რა ანუ ამას სიცხე მაუწია აი მართლა 30 მეძახეს ერთი კვირა წარმოი ამას აგინებდი მე მეძახდნენ აკრო ვიჯექი შენ უბრალოდ გამოუცდელი იყავი თორე ამას არაფერი დაუშავებია ირაკლი შენ უბრალოდ გამოუცდელი იყავი თორე ხო და ანუ არა ეხა აღარა ერთი ხო და კვირა ხო იცი რომ შენ არ ხარ არა ეხა შემოვიხოდე ყურებია ანუ მაშინ უბრალოდ მოულოდნელობისგან იყავი შოქში თორე ზუსტად იცი რომ ეგ არ ხარ და შენ არ რომ ვიღაცა რენდომ ეხა იქნება მაგარი ეხა მიდის მაგარი ის ალექსანდრა პაიჭაძე აჯერებს ირაკლეს შენ ხომ ხარ ირაკლი მიპასუხე გთხოვ არა ხმამაღლა თქვი წარმოსტყვი ეს სიტყვები რომ შენ ხარ ერთი კვირაო ერთი კვირის მერე ჩაიარა ერთი კვირის მერე წავა იზო დამისხით ძალიან ანუ და ისი რა მომწონს რომ მოვლენები ისე მალე იცვლება ხოლმე ხო ეგ არის ანუ ორ დღეში ავიწყდებათ ზუსტად ანუ ტრაგედია თუ ძალიან მაგარი რამე ყველაფერი ავიწყდებათ ამიტომ დაიკიდეთ იდეაში არავინ არ ფიქრობს ბევრს შენზე და არც ჩემზე და არც შენზე რა ყველას თავის საფიქრალი აქვს და ჩვენ გონია რომ რატომღაც ყველა ფიქრობს და განგვიხილავს და ხო და დაიკიდეთ რა ხო არა მე მკიდე აი სხვათა შორის ძალიან კარგი ფილოსოფიაა სხვათა შორის და ანუ ყველასთვის ისეთი უნდა იყოს მისაღები ანუ არც ისეთი მნიშვნელოვნები ვართ რომ ყველამ ჩვენზე იფიქროს let's არა მე ვარ მაგდან მნიშვნელოვანი ოკეი ანუ ეგო გალაპარაკეს არა ეს გადავიდა ეგრევე მაგრამ კიდე სპეციალურად დაგდეს წაიყუზო მიშა აუ მიშა წაიყუ აბანო ურეკავე ჩარო იწოდე მირეკავს ალექსანდრა სუსიდან გისმენთ ეხლა და რა ვაზრობ გალო გათიშეთ ხავს სუსის ბიჭებს
ჩამისვით. გაგიბანე. სარკაზმი ვეღარ გაგირჩევია? მე გამორჩევია პროსტა რა ყველაფერს გოგინებ. просто მე რეალურად მინდოდა მოკითხო. თუ გინდა ჩემ ერთ-ერთ დიალოგში მოგიკითხავ დარწმუნებული ვარ აქ არიან ხო? თქვი რომ აი ბიჭები არიან. მე შემოგიხარ. ხოდა ხო ჩემა იმამ აიცია. ჯიგარი ბიჭები არიანო. კი, აუ, ძმებო ვიყავი და აქ ხარ. ხო, ყველაფერი კარგად არ არიან. მე მიყვარ, მე ისიდან. ყველას უყვარ. ომიშა. აი სავარაუდოდ ეხა უნდა რომ მიავდგე და იმიტომ რომ ხა არა ჯანჯი მიშამ რა თქმა აი გუდა რომ კარგი აი ხა დამჭირე სადღაც დავერდა ხო აშკარად ჩემი ტელეფონი აქ ტრაკის ქვეშ ესე როგორ გამოსრიალდა ალექსანდრა პაიჭაძის ტელეფონს შევეხი ეს როხა ბაზარი ამას რა ევასე მგონი იცი მონა რო ყავს ხოლაზე ხარ აი ეს და მონა რატო არ უნდა ყავდეს თო სლეივ მოხე რა მხელა ბრილიანტის ბეჭედი უკეთია მათ ჩვენ ერთს აი გაუშვი ვაიმე ცუდად მონა რატო არ უნდა ყავდეს უკაცრავად კი და მევასე შენ აბა რა აქ Jacob and Co. What the fuck? მოიძაიცა. ეგეც ყველაფერი მოხსნა იმენა. გაახსენე. მანახერს. არა, Jacob and Co-ს ვარკეთილური ერთიდან ერთი იყო. ბავშვობა გაიხსენა. ერთიდან ერთია? რა არის ერთიდან ერთი? ერთადერთი შექმნილი საათია? Maybe, I don't know. ამ Jacob and Co-ს ეგენია. გრები გაჩიტა არ წარმოიდგინე. ვიცი. იცის კაცმა ბრილიანტების ამ შენ ებრაელი ხარ? ვცდილობ რომ ვიყო. როგორი ანტისემიტური იყო. არა, რატო პირიქით ანუ ლილო მოლი. Jacob and Co. Turbian. საწყისი ფასი 400 დოლარი. ჩვენ წესერი ხალხი ვართ, ღარიბი ხალხი ვართ. არა, მართლა ძალიან ლამაზია და ხო, ყოჩახ შენ რო, ანუ შენი შრომით იყიდე რა ყველაფერი. კი, კი. შრომა არა, მაგრამ დამსახურება არის. ამ საყაროს უყურს დამსახურება. რას ლაპარაკობ გვე ყველაფერი გაქვს შენი შრომით ნაყედი. ზუსტად იცოდე. ვიცი. მანახეთ სადამ გავუკეთებ. თანახმა. კაი მოშნი ის არის. ხო, ясно. ხელები აქვს ის. დაგვაფინანსეთ ბატონო დავით. ჩვენ მაგას ჩალიჯობთ, მაგითა ვაყრიამდე კომპლიმენტებს თორე. თორე რა? კარგი ბიჭები ვართ. ერთი წამირაკლი. თორე რა? თორე ისე ვისაუბრებდი, რა ვიცი. პოლიტიკაზე. ბატონ დავითზე. პოლიტიკაზე. რომელიც არაჩვეულებრივად. ანუ ეგ სხვადასხვა ეგ იყო გათვლა. ჩერეზ შენიდან რა. არა, იყო გასა. და ეხლა რო გასხავთ შამპანურს და რო გავდივარ. ხო იქ არა, ყველაზე ცუდი ფინალი იქნებოდა. რაღაც ფლეშბეკები გამახსენდა და ეხა არა. გონია ეგეთ შემთხვევა. ანუ სახეს შეუსწრებია თქვენთვის სითხე? არა, მაგრამ შემოგვალეცა ყველაფერი იბა. შენ მაგრამ კიდე ვარ ხო? ცოტა კი, რა იყო? რატო? არა, просто მეთქი მეზნო მაგონ. შენ არა. ირაკლი რატომ ჩაგრავთ ყოველდღე? ირაკლი არის მონოგამი საცოლიანი ადამიანი. ვჟანაში. შენ დალია ალკოჰოლი? არა, როგორ არა. ვაფშე არ სვა? რა არ სხვა? სვამე. დღეს ადმეტი ხართ ვალენტინობაზე? სახლში. რა გიგმები გაკ დღეს? დღეს არის 14 თებერვალი. დღეს სხვა შორს არის 14 თებერვალი, რასაც ორმაგად ვაფასებთ, რომ ალექსანდრა ჩვენთანაა. ხო. იმიტომ რომ აი ახლა მირეკავენ და ხო ხედავ სად. გამოდი ქალოს ადახარ ამდენი რას ვაპირებ და მეგობრებთან ერთად. მივდივარ ერთ-ერთ ღონისძიებაზე დავაანონსო ჩემთან სტორებშიც და რაღაცა მიწვეული ვარ და იქ გავერთობი და ხო, просто ირაკლი ვიღაცა ალექსანდრეს სტორებს აპოლიერებს. შენ გამოიწერე ჩემი გვერდი. ვიღაცა ალექსანდრე პაიჭაძეს ნუაედებნე. ვიღაჭიდელი ყოფილა ეს გუგოთ. ვიღაცა ტიპი გავჩიტეთ, რანაირად დავიბართ ეგეთ რაღაცა ვერ გავიგები რა. არ გამოვასწორებ ეხავე როგორც დამთავრდება ეს გადაცემა აუცილებლად. ხო, ნუ ჩაეწერები იმათ სიაში, ვინც ალექსანდრე პაიჭაძეს მიწოდებს.
ვაიმე, მომიკვდეს თავი, მე მაგრაში შეიწყო რაღაცნაირად დარწმუნებული. ხო და იარე მთელი ცხოვრება ეგრე დარწმუნებული. ასეთი და იوارცხნე შეინთმები, აღარ გიშველის არაფერი. უღრმესი მადლობა მეგობრებო, ვინც გვიყურებდით. დიდი მადლობა ყველას გამოწერისთვის. სხვა შორის. ოპ. არა უშავს, არაფერი წაქცეულა. უღრმესი მადლობა კომპანია წამის, რომელმაც გადმოგცა ეს საათი, რომელიც უნდა გავუთამაშოთ 20000 გამომწერზე. ასე რომ გამოიწერეთ, დააჭერეთ მაგ ღილაკს, სულ ერთი დაჭერა თქვენთვის და ჩვენთვისაც ხო, თქვენ რამიდის სხვა თუ არაფერი ალექსანდრას სილამაზის გამო გამოგვიწერეთ, რომ ასეთი ლამაზი სტუმარი ყავდა და რავი, კიდევ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. უფრო ლამაზები და შვენიერები. ყოველ სიტყვაში რაღაცას აჯობს. კიდე გავაუმჯობესებთ, კაცო. ეს რა იყო? ამაზე ლამაზები არის, მილიონია ეგეთი კაცო. აი მე ღმერთმა გვიმრავლოს, მოდით ბიჭებო. დავლიო. მე დავლი უკვე, მაგრამ მაინც გამოიყურება თავდაჯერებული გოგო. არა, რა თქმა უნდა, ხუმრობით იყო. მე რო დავიწყე ფიტნეს ინსტრუქტორობა. ძალიან ბევრი გოგო მწერდა, რომ ეხლა შენ რა გონიაო, რომ აქ ყველას ურჩევო, რომ ლამაზი საჯდომი დაიყენეთ და ლამაზი დუნდულები გქონდეთო. ყველამ რო დაიყენოსო ლამაზი საჯდომიო, მე შენ რა გეშველებაო? ანუ ეგეთი ბოღმის თაიგულებიც იყვნენ. ისე გააქვთ ხოლმე ამ ქალებს ერთმანეთის ისე. ხო, ანუ მე გარშემო ეგეთები არ მყავს. ეხლა ვინც მყავს, ყველა ძალიან აი ჯიგარი სუფთა და ძალიან ისეთი მხარდამჭერი და კაი ტიპები, მაგრამ ადრე იყო და ძალიან მიკვირდა, როგორ შეიძლება ადამიანმა იაზროვნო ისე, რომ როგორ შეიძლება ეგეთი დაბალი თვითშეფასება გქონდეს, რომ ვიღაცა რო უკეთესი იქნება, შენ ანუ შენი ის რა ქვია, ფასი უკან დაიწევს თუ როგორც არის. არა, დღეს ვწერ სხვა შორის ერთი ტიპი, ამაბადია შეგეწყვეტ. დღეს ვწერ ერთი ტიპი, რომ იუმორიო ზოგადადო ისეთი ბოძებული ნიჭიაო, რომ ზოგს აქვსო, ზოგს არა აქვსო და უნდა დაანებოო თავიო რა. შეძლო საშაურმეს ხსნი ამ იუმორის გამო 10 თვის წინ დავიწყე ზოგადად. ალექსანდრა პაიჭაძე მყავს სტუმრად. რა ვიცი, კიდე ბევრი რაღაც გახსნას ვაპირებ, ყველაფერი გეგმაშია, ყველაფერი იუმორის დამსახურებით და მე დავანებებ თავს რა, იუმორს. იმიტომ რომ რაღაც გიორგი გულბანიშვილმა მითხრა რომ დაანებეო და მე დავანებებ. ხო და ეგრე გააკეთეს ძალიან ბევრმა კარგმა გოგომ და საკუთარი ცხოვრება წაიყვანეს ჩრდილში, იმიტომ რომ ვერ გაუძლეს ვიღაცა გიორგისნაირი ტიპის კომენტარს უარყოფით, ხო და მე ყველას მოუწოდებ, რომ ვისაც რა უნდა და რა შეუძლია ის აკეთოს რა. არ უსმინოთ ხალხს, დარჩით თქვენ გზაზე. არ უსმინო ხალხს. თქვენ გზაზე დარჩით, გააგრძელეთ იმის კეთება, რაც გიყვართ, დაიკიდეთ და მოკლედ გამოგვიწერეთ ჩვენ და ალექსანდრაც გამოიწერეთ. აბარა. დავამთავრებ, თორე აღარ ვარ კარგად. ეგ იყო. დავა ეხლა ის პატარა ვიდეოები გადავიღოთ. ჰა? არა, ჩვენ არა. უცებ საფრთხეში შევა. ჰა? არა, შემორჩო. ხო. მიდი, შედი და გამოდი უცებ რა. მაინც იგარი? მართლა დავარ და კიდე? ნუ, კი. აჰა. ეს ჩაისურვე. ჩემი სექსუალურობა რამდენს